ეს არავითარი სპეციალური წესი არ გახლავთ. იგი წარმოადგენს დანაშაულს მორიგს ჩადენილს ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მაგრამ თუ კომპლექსურად არ განვიხილავთ, რა ამბავი ტრიალებს ჩვენს თავს, მარტო ბენზინით შეიძლება ბერს ვერ მივხვდეთ. და გადავხედოთ რა ვითარება ტრაგიკული რეალობა გახლავთ, რომ საქართველოს რუსეთის ყველაზე უუფლებო გუბერნია. არის უფლებიანი გუბერნიები. აბა კაი დედიშვილია და ვინმემ ვთქვათ ჩამოართვას დაღესტანს კაჩუბეი ქალაქი ან დერბენდი. დადგება ხალხი ფეხზე და დაიწყება აჯანყება. ან ჩამოართვას ვინმემ იმას რა ქვია ჩეჩნეთს უდერმესი რასიზმენ ჩეჩნები ალბათ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ან რომელიმე რუსეთის ფედერაციის სუბიექტს საზღვრების კორექტირება გაუკეთოს მოსკოვმა, იქნება საშინელი რეაქცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი კრემლი ვერ ბედავს თვითონ რუსეთის სუბიექტებზე ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. და ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან 20% დაპყრობილი, ოკუპირებული ტერიტორიისა მოსკოვმა შეიერთა თანდათანობით, ეს ხდება ყოველდღიურად, ყოველწამიერად, ყოველწუთიერად, ივანიშვილის რეჟიმის ხელშეწყობით, დუმილით, პირდაპირი დახმარებით, თანადგომით, მათი ჩადენილი დანაშაულის დაფარვით, აგერ 12-14 წელია გადაღობეს მთელი ქართლის ტერიტორია, ისე რომ ერთხელ არ ჩასულა. ივანიშვილზე აღარ არის საუბარი. ის ჩავიდა ერთხელ გორში და ბოდიში მოუხადა ოკუპანტებს და სეპარატისტებს. და რითაც გაუმყარა არგუმენტაცია, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყავით დამნაშავეები, ჩაგრავდით პატარა ერებს და მათ მიმართეს კანონიერ საშუალებას და გამოეყვნენ ჩაგვრელ დიდ სახელმწიფოს შემქმნელ ერს. საერთაშორისო სამართლებრივად მისცა უნიკალური დასაბუთება აი ამ ტერმა საქართველოსი ნეო ორჯონიკიძემ, როდესაც ბოდიში გამოუცხადა ქართლიდან ქართლის მიმტაცებლებს, ქართლის გულის მიმთვისებლებს, საიდანაც ცდილობენ გამოგვეძებონ ყოველგვარი ქართული, ხო? გადააღობინა, ხელი არ შეუშალა, ხელი შეუწყო ყველანაირად, გამოიყვანა იქიდან არჩევის პირველივე დღეებში 2012 წელშივე გამოიყვანა ჯარი, სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა ვინც განლაგებული გახდა დაპირისპირების ხაზზე, გაუხსნა გზა შეაღობია, მერე იქ სოხუმში აეროპორტი გაიხსნა, დაფრინავენ რეისები ჩვეულებრივ რუსეთის ქალაქებიდან, ერთი პროტესტი არ გაისმა ამათგან. ერთი ისევ ჩვენ ვაცხადებთ პროტესტებს და ჩვენ ვიკლებთ გაეროს და ეუთოს და ევროკავშირის წერილებით. ეგრეთ წოდებული მთავრობიდან არაფერი, სრული დუმილი და ფარული ხელშეწყობა იმაში, რომ საქართველოს ტერიტორია წაიღონ ამ პრობლემმა. აგერ სოჩიდან უნიკალური საზღვაო კატერი კომეტა და წყალზე და ფრთოსანი კომეტა დადის რუსი ტურისტები დაყავს სოხუმში ყოველდღე. აგერ სოჩიდან უნიკალური, კომფორტული მატარებელი დაიარება დაყავს რუსი ტურისტები და კიდევ ყველა მსურველი, ვისაც სურს ჩვენი აფხაზეთის ზღაპრული სანაპიროები მოინახულოს და დაიცვენოს იმ სისხლისმელი რეჟიმის იურისდიქციის ქვეშ, რომელიც იქაა გაბატონებული. და კიდევ უარესი ამბავი, რაც არ მომხდარა ოკუპაცია ანექსიის ისტორიაში, მე ასეთ პრეცედენტს ვერ ვიხსენებ საერთაშორისო ურთიერთობებიდან. ჩვენი წილი ელექტროენერგია, ჩვენი გამომუშავებული იურიდიულად, ისტორიულად, ეკონომიკურად ჩვენი ეგურხესიდან და მთლიანად საქართველოს ელექტროსისტემა ხო ერთია, მიემართება აფხაზეთში უფასოდ და ხმარდება რუსეთის შეერაღებული ძალების ინტერესებს და მათი საოკუპაციო ბაზები განათებულია სწორედ ჩვენი ელექტროენერგია და ჩვენ უხდით ოკუპანტებს ამის ფულს 35 თეთრამდე რომ დაგვიძვირეს ელექტროენერგია. სწორედ იქ არის ჩადებული ეს კომპონენტიც, რომ რუსი ბაზები ჩვენ შევინახოთ უსაფრთხო და განათებული მდგომარეობაში. ხოლო ივანიშვილმა თავისი ის ოფშორული ზონა გლდანში რო გახსნა, სადაც თბილისის
დონის ელექტროენერგიის მოხმარება, იქ დაიწესა 11 თეთრი თავისთვის, რომელსაც ასევე არიხდის და ამ ცენტრში გახსნა სოფლიო ტერორიზმის ბუდე, კრიპტო და მაინინგის და შავი ფულის გათეთრებისა და სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის უკან იქ რეგისტრირებული ირანული კომპანია, რომელიც აფინანსებდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს, აქედან აფინანსებდნენ, ხო? დაასანქცირა და ეს თვითონ სოფლომ გაიგო. აი ამ ვითარებაში ვარ. შესაბამისად, როდესაც მაბატიეთ საავიაციო მიმოსვლა დაუშვეს უპრობლემოდ, საზღვაო მიმოსვლა დაუშვეს უპრობლემოდ, ელექტროენერგიით ამარაგებენ უპრობლემოდ, იქ ოჩამჩირეში საზღვაო პორტი გაახსნევინეს უპრობლემოდ, მატარებლები დაიარებენ უპრობლემოდ. ეხლა ამას ბენზინი გააკლდა სრული ბედნიერებისათვის და აგერ გავხდით ამის მოწმე გადაიტანეს 3000 ტონა, 1000 ტონა თუ 10 ლიტრი რა მნიშვნელობა აქვს დანაშაულებრივი ეგრეთ წოდებული სპეციალური წესი, რომელიც რა თქმა უნდა, არავის არ მიუღია, დასჭირდა და ძველი რიცხვი გააფორმეს. ამ წესის რაობაში შეგაქვთ ბეჭვი, ანუ 2019 წელს გვეუბნებიან ბახტაძის დროს. რა მნიშვნელობა აქვს ბახტაძე იქნებოდა თუ ბაგრატიონი იქნებოდა, ყოველგვარი წესი, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული პროდუქციის მიწოდებას მტრისთვის, ოკუპანტისთვის, სეპარატისტული ქსელისთვის, ხო? სტრატეგიული პროდუქტის მიწოდება, როგორც არის პირველ რიგში ბენზინი, არის დანაშაული კონსტიტუციის და სახელმწიფოს. პირველად 33 წლის განმავლობაში ამ კომპანიამ შეიტანა ბენზინი. პირველად შეიტანა, ხო, როგორც გამოაცხადეს. ხო, საქმე ამაშია, რომ ერთხელ შეიტანა თუ 33 ჯერ შეიტანა, დანაშაული არის დანაშაული. კვალიფიკაცია ამისია, თქვენ ნახავთ, რომ ივანიშვილის უამრავ დანაშაულებებს, როცა ის დაჯდება საბრალდებო სკამზე, დაემატება სამშობლოს ღალატი იმ ფორმატით, რომ ასევე ელექტროენერგიით და საწვავით ამარაგებდა რუსეთის სამხედრო ბაზებს, ოკუპანტებს, სეპარატისტებს, ჩვენი მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთის მოთამაშეებს, ჩვენი 9 წლის გოგონების გამაუპატიურებლებს, ჩვენი ახალგაზრდების დამკვლელებს და მათი ხორცით მოვაჭრეებს, ხო გქონდათ ჩამოკიდებული ბიჭები, იყიდება ქართული ხორცი, ხო? აი ამათ აფინანსებს, აი ეს დაუძინებელი მტერი და რით არის ახლა ორჯონიკიძეზე უკეთესი, ნუ ყოველ შემთხვევაში ორჯონიკიძეს იდეა მაინც ჰქონდა საერთო პროლეტარული სახელმწიფო შექმნის და ასეთი ეპიზოდები მას არ ჰქონდა, ნუ რაც ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ მძიმეა, მაგრამ აი ასეთი ყლელებთან ურთიერთობის პრაქტიკა ბოლშევიკებსაც არ ქონია. მეცაც გეტყვით, ის ლაკობა, ნესტორ ლაკობა, რომელიც გახდათ აბსურდი სეპარატიზმის ბოლშევიკი დამფუძნებელი, ლავრენტი ბერიამ ბოლშევიკმა დახვრიტა, მოახდინა მისი ლიკვიდაცია. ხოლო ხანჯიანი სომხეთის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, რომელსაც მოუვიდა ავადმყოფური აზრი და ბერიასთან ჩამოვიდა, რომ ჯავახეთიო შეუერთეთო სომხეთსო იქ მესაქონლეობას განვავითარებთო, ბერიას კაბინეტიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. უბრალოდ ვიღაცებმა ნახეს ხალიჩაში შეხოვული ცხედარი და გაიტანეს. აი, ბოლშევიკებიც არ აკეთებდნენ ამას, რასაც ეს უკანასკნელი ნაზირლების შადიან. რა შეფასება შეიძლება მეეცეს ამას, გარდა იმისა, რომ საჭიროა ეხლავე პროკურორი, სასამართლო, გამომძიებელი, დაპატიმრების ორდერი, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება აქ, უნდა გააკეთოს ეს საერთაშორისო მართლმსაჯულებამ, როგორც ეუთოს რეზოლუციაში აპრილის ხაზგასმული, ყველა ქვეყანამ ჩვენმა მეგობრებმა უნდა გასცეს სანქცია ივანიშვილის და მისი ბანდის დაპატიმრებაზე და შესაბამისად მიღებული იქნა ზომები, რომ მოხდეს მათი გადაყვანა საერთაშორისო ტრიბუნალის სკამზე სპეციალური საპოლიციო ოპერაციის მეშვეობით. ეს ფორმატი გამოიყენება მაშინ, როცა ქვეყანაში არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, არ არსებობს დამოუკიდებელი პოლიცია, დამოუკიდებელი გამოძიება, დამოუკიდებელი პროკურატურა, მე ერთვება ეს საერთაშორისო სეგმენტი და ზუსტად ეგ სიტუაცია ახლა მომწიფებული. ეხლა იჩხორგებარებათ, რომ ეს დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ კრემლიდან, პატრუშევიდან, ბორტნიკოვიდან და ნარიშკინიდან. ეხლა პუტინი ამ თემით არ შეიწუხებდა თავს, ის კურილის კუნძულებზე წაბძანდა და იმით იწონებს თავს, რომ იაპონიას არ დაუბრუნებს კურილის კუნძულებს. თითქოს მისი მოპოვებული იყოს ეგ სივრცე იოსებ სტალინმა წაართვა იაპონელებს
და ეხლა ჩავიდა და პუტინი მარიაჟობს სტალინის მონოპოლით იქით და თვითონ დაკარგა ყველა მეგობარი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი აი ესეთი მონგოლური აგრესიული პოლიტიკით და ფაქტიურად რუსებით დასახლებული აღმოსავლეთი უკრაინა და თავისი სისხლი და თავისი ტომი აბანავა სოდვის, ცეცხლის და ომის ზღვაში და რა ხდება სლავებს შორის თქვენ ახეთ ხო? და ეს ბენზინი რა თქმა უნდა არის არც მეტი არც ნაკლები მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ კრიმინალი ფხაკაძის ვისოლის მფლობელის რომელსაც დასავლეთ საქართველოში აქვს 32 მილიონი ლიტრის რომელი ბენზინია? ბენზინსაცავი ვისოლისა ესა და ენუქიძის აი ეს რაჭის უცვლელი დეპუტატი რო არის მილიარდერი მაფიოზა ეს ორი ბანდიტია ივანიშვილის წარმომადგენლები ნავთობ ბაზარზე და ისინი აწესებენ ფასებს, არეგულირებენ, აგზავნიან, იღებენ. ეს დანარჩენი ეს კომპანიები, წვრილი ფეხები რაც დაგვისახელეს, ეს ყურადღების გადასატანი მომენტი გახლავთ და ეგენი რეალურად არაფერი შუაში არ არიან და თანაც შეიტანეს სად? შეიტანეს როსნეფტის ბენზინ გასამართ სადგურებზე აფხაზეთში. როსნეფტი გახლავთ სეჩინის კომპანია, პუტინის მოლარის და მარჯვენა ხელის. ისე სლავებონ უგეწყინებათ, სიყვარულით გეუბნებით, იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებთ ხშირად. ახლაც აი ამ ომში ორივე მხარეს დგანან ოლიგარქები და თქვენი შვილები იხოცებიან და ზღვასისხლი იღურება ამისათვის. პუტინთან სეჩინი, ის დერიპასკა, აბრამოვიჩი, ფრიდმანი, იქით კალამოვიცკი, ახმეტოვი და ესე ხოცეთ ერთმანეთი, იყავით და დაკარგეთ ისეთი მეგობრები, მეზობლები და თუნდაც ერთმორწმუნეები, როგორიც საქართველოა და რას გარგებთ ის 20% და ეს ველური ტომები ჩრდილო კავკასიიდან თქვენგან ჩამოსული საქართველოში გულით რომ მივიღეთ, ჩავიხუტეთ და მე დაშნა რო ჩაგვრცეს თქვენგან მოცემული დაშნა, აი ეს რას მოგცემთ თქვენ და როგორ დაგინგრევთ იმპერიას. აი ამას ძალიან მალე ნახავდა ალბათ იმპერიის რყევისა და ხრჭენის ხმა მთელ მსოფლიოს ესმის უკვე და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი შინაგანი პროცესების შედეგია და ნუ დააბრალებთ ეხლა ამას ყველაფერს ანგლო-საქსებს, მასონებს, სამურაებს და კიდევ ვიღაცებს თქვენი უტვინობის უპასუხისმგებლობის შედეგია ეს ყველაფერი. აი სლავებს რომ ეხლა სიყვარულით მიმართეთ, ამაზე რატომღაც რუსოფობია გამახსენდა ის ხო რა რუსოფობიაზეა საუბარი. ეხლა ეგ უნდათ გამოიგონო ჩვენ პუტინი არ ვაკრიტიკოთ. როგორ ფიქრობთ? როგორ? რატომ არის არჩეული ეს ხაზი და რატომ არის დასახელებული რუსოფობიის საკითხი, რასაც შეუჩერებლად საუბრობს ყველა შტოლ ამის ხელისუფლების. ანა, ეს ხაზი და პროპაგანდისტული გზა, რაც საქართველოს გაიარა 14 წელი ამ რეჟიმის ხელში, მათი მოგონილი კი არ არის. ამაზე შედან მოსკოვში, საგარეო დაზვერვის სამსახურში, უშიშროების ფედერალურ ცენტრში ლუბიანკაზე, შედან ძალიან კომპეტენტური ნიჭიერი, ჭკვიანი ხალხი გეოპოლიტიკურად რო აზროვნებენ, კარგად აქვს შესწავლილი ქართველი ერის ფსიქიკა, ფსიქოლოგია, ისტორია, ზეპირადიციან ჩვენი დადებითი, უარყოფითი მხარეები და ეს ყველაფერი თანდათანობით აი ესე დაიწყეს, ჯერ მოვიდა ეს ჭორვილ პუტინიჩი პროდასავლური, პროამერიკული ლოზუნგებით რო აგერ ნატოში, იმაში რა ქვია, ევროკავშირში ცვლილებები ამან შეიტანა კონსტიტუციაში. სააკაშვილმა ჩაატარა რეფერენდუმ პლებისციტი ევროკავშირში და ნატოს შესვლაზე, მაგრამ კონსტიტუციაში არ შეუგდანია ცვლილება. ამათ შეიტანეს ცვლილება 16. ამობდნენ კიდეც თავის დროზე რომ ჩვენ წლებში რას გვაბრალებთ, ხო? კი, როგორ გეკადრებოთო, ჩვენ პროამერიკელები ვართო, რას ლაპარაკობთო, თქვენა ხართო აგენტებიო, რომ გამოვიდა ჩემზე რო თქვა რომ მაგდასო რუსეთის უშიშროების სამსახური აფინანსებდა. ის რო ჩემზე იტყვის ამას. ხო წარმოგიდგენთ პუტინმა გამოატანა ზარდახშევით მილიარდები ტიპს. ხო, ეს სჭირდებოდათ ესე თავიდან ესე შემპარავად რომ შემოვიდნენ და რო არ დაეფთხო დასავლეთი. ვეუბნებოდით ჩვენ ეს დასავლეთიც ხანდახან ბავშვურად ბრიყულია. ჩვენ ვეუბნებოდით ამერიკელებსაც და ევროპელებსაც რომ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული მეთოდიკა, რომ განემტკიცონ პოზიციები და მე ამოხრან კაი მაგარი პანჩური. თქვენც და ჩვენც.
ამაზე ძალიან ეჭვსტოელით იყურებოდნენ, არ ჯეროდათ, ჩამოდიოდნენ, ყველა ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებს აკანონებდნენ, ევროპელებიც და ამერიკელებიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ. ამბობდნენ, რომ კი, იყო რაღაც დარღვევები, მაგრამ ეს ნათელაშვილი და ეს ლეიბორისტები რაც აიღეს ტვინი, სულ გაყალბებას ყვერიან და საბოლოო ჯამში ლეგიტიმურად ცნობდნენ ამას ყველაფერს, სანამ არ შევქმნით აი ცნობილი პანჩატური, არ გაუხეთქეთ ეს ნეტარება, არ დაიწყო უკვე მიწისძვრა მათ ფეხებ ქვეშ, ის სერიოზული მომენტი იყო, რო არ შევარდნილი იყო ოპოზიცია მაშინ პარლამენტში, უკვე ამათ საქმე დამთავრებული იყო, ხო? და შესაბამისად ამას დაემთხვა უკვე უკრაინის ომი, უკრაინის ომმა წყალგამყოფი გააკეთა, ანუ ნეიტრალურს ვეღარ დაიჭერდი, ამ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყავენ ან რუსეთის მხარეს, ან უკრაინის მხარეს, არ იყო ალტერნატივა, კუნძული არ იყო შუაში, ამა დაიჭერეს რუსეთის მხარე, ირანის მხარე, ტერორისტების მხარე, ჩვენი მტრების მხარე და შედეგებით შესაბამისი სახეზეა, რომ ეხლა უკვე საჭირო გახდა რუსეთში ბენზინის კრიზისის გამო სეპარატისტული, ქართველთა სისხლით მორწყული აფსუების მომარაგება საწვავით და მე მწერდნენ გუშინ გალიდან ჩვენები გადმოდის და გადმოდის რომ მანქანები ბატონშელოა მიიღო ზომები მომიკვდა გული რამდენჯერ გავსულ ვარ გენგურის ხიზე მეც და ნუ სხვა პოლიტიკოსებიც ხო ზირთად ყველა ნამყოფია ქოცების გარდა და გვინახავს როგორ გადმოდიან ცხენის ეტლებით გალელები აქეთ ზუგდიდში რომ ივაჭრონ რაღაცა გაყიდონ რაღაცა წაიღონ სახში დიდი ის არის რა ქვია ფორანი ეგ ბავშვობაში მახსოვს ღრმა ბავშვობაში ეგეთი რამე პაბედები და ისინი რო დადიოდნენ ქუჩებში აი ცხენები ზოგჯერ და იქ ხედან ქალბატონები შავებში საცმული გამწარებული ხალხი და ცხენით არავის არ მოსვლია აზრად ივანიშვილის ბანდაში რომ მოდი აი ამ ხალხს ავტობუსს უყიდით და ავტობუსით გადმოვიდნენ კაი მერსედეს ავტობუსით და ავტობუსით გადავიდნენ უკან აი ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება არავის არ მოსვლია აზრად ხმა მოეღო ქართული საგნების ქართული კლასების დახურვაზე გალის რაიონში ბავშვებს რო ამღერებენ აბსოლუტურად პირველ ყოფილ თანხმოვნებით სავსე ენაზე და რომ მიყავთ ქართველი ბავშვები აბსუამ კვლელების საფლავებზე აჩოქებენ და პატივს მიაგებენ წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ სოხუმის დაცემის დღეს და სხვა დღეებში როცა ჩვენი ტრაგედია გათამაშდა იქ არავის არ მოსული აზრად რომ წიგნები შეეტანა ქართული პერიოდიკა შეეტანა აი ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება გასაგებია რომ ჩვენ აფსუებსაც მათ შორის აქ მკურნალობა თუ რაც არის საჭირო ყველაფერი კეთდება და ესაც ჰუმანიტარულ ჭრილში ზის თუმცა მე არა ვარ მომხრე ქართველებს რომ ხორცს აჭრიდა იმ აფსუასა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის მათ ჯოჯოხეთი უნდა ტრიალებდეს მათ თავზე აქაც და იქაც ის 4-2-ია რომ მოგვიკლა იმ ნაძირალმა კაზანჯიმ ის არ უნდა ჩამოეყვანათ აქამდე სპეცრაზმები რომ დაძდევენ თუ ვინმე რამე განცხადებას გააკეთებს არასასიამოვნოს და ამხელს ამათ ავაზაკობას იმათ რომ დაძდევენ სპეცსამსახურები და სპეცრაზმები რა პრობლემა იყო ერთი 10 კაციანი ჯგუფი გადაეშვათ ენგურის იქით ჩამოეთრიათ ის კაზანჯი და გაესამართლებინათ 4-2-ის მკვლელობის ადგილზე ენგურის ხიდზე პირდაპირ ლინჩის ეს არა მაგრამ გაესამართლებინათ სამუდამო პატიმრობით აი ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება აფსუებზეც და ქართველებზეც, იმიტომ რომ აი ესეთი მკვლელები აფსუების საქმესაც აფუჭებენ. და რა თქმა უნდა ქართველების საქმესაც. ამგვარ შეფასებას და გარდა ამისა, მაპატიეთ დევნილები უბინაოდ, უსახკაროდ, აგერ ყრიან ქუჩაში თავს იკლავენ, იმდან ხტებიან სახურავიდან, სასუებაში, დეპრესიაში არიან. იმ ფულით, იმ 3000 ტონა ბენზინით მილიონები ეს არ არის პატარა რაოდენობა. იმით რომ ბინები მიეცათ ამ ხალხისთვის. ის ბინები, რომელსაც აშენებენ ეს ნაძირლები არაბებისთვის და მთელი აზიისთვის. აი ეს ბინები რომ მიეცათ იმ ფულით. აი ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება. ვის ატყობს ეს ვირეშმაკა განუვითარებელი ჭორვილი ესა? ამის ადგილი ხალხის სამჟავროა, ხალხის. და ეს უახლოვდება მას თუ გრძნობს თუ დარჩა გრძნობის რეცეპტორები მე ძალიან მაინტერესებს თორე რო დარჩენო და ასეთი რეცეპტორი აქამდე უნდა მინიმუმ იმ ფაქტით იწოს რეანიმაციაში იმდენი ვნება ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ეხლა რაზე მინდა კითხო და ეს ერთ-ერთი ეპიზოდია ეს ბენზინის რაზე მინდა კითხოთ ანუ თქვენ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არაერთ საკითხზე ლაპარაკობთ რომ აი დაგიჯეროთ ხალხმა და მერე ინანებენ და მერე მოკავთ ხოლმე მაგალითები
ვიტყოდები, რომ აი რაზეც არ დამიჯერეთ, ეს ახდა და აი გამახსენეთ, აი ძალიან დიდი მადლობა. ამან გაგახსენეთ, რომ ითხოვდით მხარდაჭერას. მაღალი კლასის ჟურნალისტებს ბრძანდებით, გამახსენეთ, სულ მავიწყდება რომ მეთქვა. ხალხო, 14 წელია. მოვდივართ უფულოდ. და ვიბრძვით აი ამ პუტინის მილიარდიან ზარდახშასთან უფულოდ აკრძალულია დაფინანსება ბიზნესისგან ბიუჯეტიდან წაგვართოს ის თეგამბავი ხო ჩვენგან ითხოვთ უმაღლესი სტანდარტით ბრძოლა სწორი ხართ უნდა ვიბრძოლოთ სოციალურად გავწიოთ მაგრამ თქვენს გაანძრეეთ ხელი ეს სამშობლო თქვენია მარტო ჩემია მარტო ლეიბორისტული პარტიისა ჩვენ Facebook გვერდზე 1 წელია გეხვეწებით დაგვეხმარეთ ამერიკაში ვიზიტი ჩამივარდა რომელსაც შეიძლება დაემთავრებინა ამათი დასანქცირების დაგვირგვინება ივლისის თვეში მის გამო რომ არ იყო არანაირი ფინანსები და ეს ბანდა აბა ეხლა ის ხوار დამაფინანსებს ფხაკაძე და ჩოჩელი და ის რა ქვია ნიკოლაიშვილი და ეს ისა რა ქვია ენუქიძეები და ეს ბანდიტები მაგათი ადგილი ციხეშია მაგათი ეშმაკენი ფული ვის უნდა დაგვეხმარეთ ჩარიცხეთ იმ ანგარიშებს რომელიც ჩვენ Facebook გვერდზე დევს რომ მე მოგთხოვოთ მუშაობა და ბრძოლა კი ვიბრძვით მაგრამ რესურსის გარეშე ბენზინის გარეშე სეპარატისტებიც ვერ არსებობენ ხო ხედავ და აგერ შეგვაწერეს რეპარაციად საწოვის გარეშე როგორ უნდა ემუშაოს პარტიამ რანაირად რა ვიცი იქ 12 წელში რომ დააჯარიმეს ივანიშვილი რიგები იდგა რომ დავეხმაროთო ბიძინა დააჯარიმესო ზოგს 1 ლარი შექონდა ზოგს 5 ლარი ზოგს 10 ლარი იმხელა რქები დაადგეს ხალხს და ჩვენ ვერ გავიგე რა დავაშავეთ ხლა თუ იმეს ჯერა იმ იდიოტიზმის რომ მართლა ორი ბინა მაქვს ბრუკლინში მე და ბეკას გვერდი ვენაში ლონდონში მაშინ იმის ადგილი არის ჯოჯოხეთში და კუპრის ქვაბში თუ იმეს ჯერა ეს ისულელი და მქონდეს გავყიდდი და აქამდე ჩამოვშლიდი ამ რეჟიმს მაგრამ ვაი რო არ არის ამიტომ კეთილი ინებე და დაგვეხმარე და ნუ იმაშრებით კლავიატურის ლომობთ Facebook-ზე და აბა მარტო ლაპარაკობთ რა საკეთებ ჩვენ რა საკეთებ თვითონ სამშობლოსთვის რა საკეთებ გაგიღიათ რამე აბა როგორ გინდა შედეგები ესე უცბად არავინ არ მოხოდრილა 64-ში იმით რა ქვია სხვისი მოიმედე და საკუთარი პასიურობით აი ახლაც იმდენი ვიბრძოლე და იმდენი წერილები ვწერე ნაჰაიანს იმ ემირათებში იმ საუდის მემკვიდრე პრინცია თუ რა ქვია რომ მოკლა ჟურნალისტი და მე მარლიმჟავა დაასხმევინა ნუ მაგარი შემოადგენლობები გვახევია გარშემო იმდენი ვწერეთ ის კომპანიები ვისაც უნდა დაეწყო გონიოში ფონიჭალაში მშენებლობა და არაბული დასახლებების განაშენიანება იმდენი წერეთ რომ გავაჩერეთ ხო ხედავთ უკვე 1 წელია გავაჩერეთ პროცესი და ამას გაგრძელება უნდა ამას მუშაობა უნდა ბრძოლა უნდა ორგანიზება უნდა და ხარჯი აქვს ამას ყველაფერს და კეთილი ინებეთ ან დაგვეხმარეთ და თუ არ გინდათ და მარტო გინდათ რომ კარგი ამბები მოისმინოთ ჩვენგან კი ბატონო გასაგებია მაგრამ ვერ მოისმენთ თლად იმ ამბებს რაც ჩვენ გვინდა თუ რესურსი არ გვექნება რა გითხრათ ეხლა მეტი კარგი ბატონ შალვა ეხლა რაზე მინდა გითხოთ მაპატიეთ ეხლა შეიძლება ზედმეტი მომივიდა მაგრამ ახლა ივანიშვილს უგროვებდით ფულს ხალხო და მე სადახეთ ჩემი მილიარდები იმდენი რომ არ მჭირდება დახმარება ვერ გავიგე მადლობელიო რომ ასეთი მაღალი აზრის ხართ ჩვენზე რა თქმა უნდა არასდროს არ იცვლებით აი დასაული ამბავი ლავის ჩემი ბავშვობიდან ასეთი მახსოვ ხართ და ეხლა უკვე თქვენ პირისპირ საუბრობ რაზე ეხლა რაზე მინდა დაგისვათ კითხვა ქართული ოცნების ომის აია თუ არ ვიცნობ თავარი უარესობის კარში ვიცვალე კი ბატონო ქართული ოცნების ომის და მშვიდობის აი ამაზე მინდა ეხლა კითხოთ იგივე ეს რუსი ტურისტების კონტექსტი რომ ნერვიულობა რომ აი აწუხებენ რუს ტურისტებს პლაჟზე დარბიან გახსოვთ ხო ეს რაც თქვა კობახიძემ გუშინ აი ამას რა უნდა და აი ომის და მშვიდობის პროპაგანდას კონკრეტულად თქვენ ხედავთ ასევე თუ არა პრობლემას იმაში მეორე მხარეს რომ ამ საკითხს უნდა უპირისპირდებოდეს შესაბამისი ხედვა რაზეც ადამიანი იფიქრებს რომ მე ლაპარაკება პირობითად ეს ნათელაშვილი იქნება პეტრიაშვილი თუ სხვაგვარი და მთავაზობს თავის თავს ასევე რას მთავაზობს ის შემდგომში უკეთესი უსაფრთხოების შესახებ ხომ არ მირჩევნია არსებული და ხომ არ მაქვს უფრო მეტი კითხვის ნიშანი მომავალზე. ამაზე უფრო მეტი უნდა ელაპარაკოს თუ არა მოსახლეობას ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩაანაცვლოს ხელისუფალი და თავად გახდეს ხელისუფლება. ეხლა რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატის ქებას, ნებისმიერ თქვათ რუს ტურისტთან რაიმე საყოფაცხოვრებო კომპლექსს ეხლა კობახიძეები და ივანიშვილები და ესე ნუ შემიჯიბრებიან რუსი ხალხის სიყვარულში. მე მოსკოვში ვარ გაზრდილი და ძალიან მიყვარს ეგ ხალხი როგორიც არის ეგეთი მთავარია მე არ დამიშევო რაღაცა და მე არ წამორდონ თორე ღმერთმა გაუმარჯო თავიანთ ციმბირის უსასრულო ტაიგაში და თავიანთ რესურსებში და ჩემი სურვილია რომ გახდნენ დემოკრატიულები რაც მათი უსაფრთხოების გარანტია პირველ რიგში.
და რუს ხალხს მიეცეს საშუალება ამოისუნთქოს და არ იყოს იარაღი ავამტყოფი პათოლოგი დიქტატორების ხელში და არ ჟლიტონ ერთმანეთის სლავებმა. მართლა შინაგანად ეს მე მინდა. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ყოველგვარი მართველი ელიტა რუსეთში იქნება, ირანში იქნება თუ თურქეთში იქნება, ვინც ჩემს ქვეყანას რამეს დაუშავებს, წაართმევს. ახლა ძმამ რო წაგართვას ის რა ქვია, სახლი, ძმამ, ალამა ძმამ. გეყვარება ის ისე როგორც მანამდე გიყვარდა? და ახლა ამათვე შემოგვივარდნენ და 20% წაგვართვეს ტერიტორიის და როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ აი თქვათ ხმის ამოღება ამ თემაზე თურმე რუსოფობია ყოფილა. რა რუსოფობიაზეა საუბარი? ხალხს ძალიან უყვართ ერთმანეთი რუსებს და ქართველებს დღემდე და მოგონებები აკავშირებდა საერთო ისტორია 200 წლიანი და აი ეს გაღვივება აი ამ საყოფაცხოვრებო კონფლიქტების სწორედ რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილია, რომ აი უკრაინაში შეჭრის იდეოლოგიური პოსტულატი რა იყო, ხო გვახსოვს? დენაციფიკაცია. ეს დოქტრინის ნაწილია ოფიციალურად. დენაციფიკაცია უკრაინის, ანუ ნაციზმისგან უნდა გავანთავისუფლოთ უკრაინაო, იმიტომ რომ რუსები ზულთო. ამ დროს არაფერი რუსები არ ზულთ უკრაინაში, ვიმეორებ სლავები ორივე ფაქტორია. ერთია, ნუ შიდა უთანხმოება, შიდა ოჯახური 1000 წლეულებია დონის იქიდან ნაპირზე ისინი, აქედან ნაპირზე ესენი და 1000 წლის წინ იყო პირველი ომი მათ შორის სხვათა შორის, ხო? ხო და აი ჩვენთანაც დაახლოებით ეგეთ რაღაცას ამზადებს კრემლი. რომ ვითომ ნაცისტები ვართ, თითქოს რუსოფობია შემოგვეპარა და იმიტომ გალახეს ის ამაზრზენის სანახავი იყო. მართლაც ის ტურისტი ქალბატონი იქ ამერიკაში. ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდიკა, აი თქვათ რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა უნდოდა და ბორჯომს აგრძალავდნენ, ღვინის შეტანას აგრძალავდნენ, თქვათ იმ გავრილოვის ირგვლივ შექმნილი ის პროცესები გამოიყენეს რისთვის, რომ საავიაციო მიმოსვლა ეკრძალა პუტინს საქართველოსთან. ამ დროს გავრილოვი პოლიტიკური მოღვაწე იყო. და პოლიტიკური პასუხი გასცა ხალხმა და ის არ ყოფილა რიგითი რუსი ტურისტი, რომელიც ან ინვესტორი, ან ხელოვანი, ხო? პირიქით, რუსულ ხელოვნებას და რუსულ კულტურას აქ რო ხავდა თაყვანისმცემლები და ყველა რუსი ძალიან დიდი მოაზროვნე თბილისში და ბაღდადში და ქუთაისში გაიზარდა, დაიბადა და პუშკინიც კი სანამ არ ჩამოვიდა საქართველოში ვერ გახდა მსოფლიო პოეზიის ვარსკვლავი და სხვათა შორის იქ აქვს გათენებული ღამე დუშეთში ამილახურის სასახლეში და იქ წერს რომ წყილებზე მეტად ტურების ხმაურმა შემაწუხა. ახლა მაშინ დუსტი არ იყო და რუსეთში წყილები იყო და ტურებიც იყო და აქაც იყო და ნუ ეგაც დაიხსომა და სამაგერო ძალიან კაი მოგონებები დატოვა. ანუ აქ არავითარი მასე შეიძლება. ახლა აი შევადაროთ აი ამერიკული პოზიცია აი ასეთ საყოფაცხოვრებო კონფლიქტებზე და რუსული პოზიცია. თქვენ გახსოვთ ამაზრზენი ამბავი. იქ რო დახოცა იმ ნუ როგორც ამბობენ ის ბიჭი იყო კობაური, ხო? ამერიკული ოჯახი, პატარა ბავშვი ანგელოზი, ის ცოლი და ის ქმარი, საოცარი ოჯახი რო დახოცა და მართლა აი დღემდე სირცხვილი მიპყრობს რომ ეს საქართველოს შეიძლება მოხდარიყო. თქვენ გაგიგიათ ამაზრზენი დანაშაულის შემდეგ ვაშინგტონიდან ერთი განცხადება მაინც რომ ამერიკანოფობიის გამო მოხდა ეს, რომ ამერიკელი ტურისტების უსაფრთხოება არ არის დაცული და ჩვენ აღარ გამოუშვებთ მან და საქართველოს გამოაცხადებთ არა საიმედო, არა უსაფრთხო ქვეყნად. გაგიგიათ თქვენ ასეთ რამ ამერიკიდან? იქ მოკლეს თუშეთში კიდე ამერიკელი ტურისტი, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი იყო, იქ ეიფობდნენ ადგილობრივები, ეს მივიდა რაღაცა სადღეგრძელო ვერ გაიყვეს და სამწუხაროდ ისიც მოკლეს. აი რა განსხვავებაა დასავლურ ცივილიზაციასა და მონგოლოიდურ რუსულ ცივილიზაციას შორის. იმ წუთში იყენებენ თქვა ტურისტთან მომხდარ კონფლიქტს. ადამიანთა ცხოვრება არის კონფლიქტების უსასრულო წყება და არა ერებს შორის, არამედ აი პირად ურთიერთობებში. აი იქ იყო მთაში ერთი სოფელი ჩვენ ბავშვობაში, ეხლა კი დაიცალა სამწუხაროდ არაგვის ხეობაშია. სადაც ყოველი ქორწილი მთავრდებოდა ადამიანის მკვლელობით. მთიელები რუდალებდნენ, მე იშიშლებდნენ ამ ხანჯალს, რაღაცაში ვერ შედახდებოდა, მოკლავდნენ კაცს და მე ქეიფობდნენ ქელეხში, მე ორმოში, მე წლისთავზე და ასე მიდიოდა ცხოვრება და არავის არ უთქვია, რომ იქ კანიბალური მიზანიან, შეიძლება ვთქვათ, სხვა ეროვნებისაც ვიღაცა მომხდარიყო ამ ამბავში. ანუ აი ყველაფერს იყენებს მოსკოვის პროპაგანდა, რომ შექმნა საფუძველი თუ დაშირდება, აქ შერეღებული ძალების გამოიყენოს, სანქციების გამოიყენოს. ამ სანქციებთან დაკავშირებით მე მოგახსენებთ
იმას, რომ ბატონი ფხაკაძე, აი ეს მუდმივად გაღრეჭილი მილიარდერი, საქართველოს დამცრობითა და უბედურებით კმაყოფილი და ასევე ეს რაჭის ფეოდალ მილიარდერი დეპუტატი, რაჭა რო დაიცალა, მშიერია ხალხი და მე რომ მილიარდები იშოვა, ჩვენს მიერ წარდგენილი იქნება ლონდონში, ვაშინგტონში და ბრიუსელში უმკაცრეს სანქცირებაზე. და სამწუხაროა, რომ ფხაკაძე ტრამპის საოჯახო კომპანიის პარტნიორია ტრამპ თაუერის მშენებლობასთან დაკავშირებით იპოდრომზე. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ტრამპის ოჯახის სიწმინდე შეიძლება გასწოროს აი ესეთმა პუტინ ივანიშვილის კრიმინალმა, როგორც გახლავთ ფხაკაძე და ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკული ვენდისი და დანკინ დონაცებია, ხო ის თქმი რაღაცებს რო ყიდიან ამწყრებს. მაგისი პარტნიორი არის ასევე ეს ისა, რა ქვია, იგივე ფხაკაძე. ამაშიც მივიღებთ ზომებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ მასთან თანამშრომლობაზე ვერ განაცხადოს. ვიმეორებ, მარტო ივანიშვილის წაქცევა პოლიტიკურად არ განთავისუფლებს ქვეყანას, სანამ ამ ოლიგარქიას არ დავამხობთ. ოლიგარქიულ სისტემას არ ჩამოვშლით და აი ამ ბანდიტებს არ გავაძებებთ პოლიტიკიდან, პარლამენტიდან, თავრობიდან და უკან არ მივაყოლებთ სქელკუნთა მანიაკ მკვლელ სპორტსმენებს, რომლებმაც გადააყოლეს იმ თავის მოპოვებულ ჩემპიონობასა და მედლებს საქართველოს მომავალი და ყველაფერი მოიქციეს თავის გაუმაძღარ სტომაქში. მეგობრებო, მე მინდა მოკლედ ვისარგებლო თქვენი დემოკრატიზმით და განვაცხადო, რომ ისტორიის მატარებელი ძალიან სწრაფად მიქრის. წამებში იცვლება მოვლენები. აგერ წინა დღეებში გავახილეთ თვალი და ის, რასაც ვარაუდობდნენ გეოპოლიტიკოსები, რომ ისლამური ნატო შეიძლება შექმნილიყო, გახდა რეალობა და თურქეთმა, ყველაზე ძლიერმა სამხედრო სუბიექტმა ამერიკის შემდეგ ნატოში, საუდის არაბეთმა აბ ნავთობ მილიარდების და ტრილიონების მფლობელმა და პაკისტანმა ბირთვული იარაღის მფლობელმა შექმნეს ისლამური ბლოკი და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს გარშემო და ამისთვის უნდა ჩვენ ვიყოთ ძალიან მზად და პირველ რიგში ესენ უნდა მოვიცილოთ, რადგან არაფერი საქმე პოლიტიკასთან ამათ არ აქვს. ვერაფერს ვერ დაგეგმავენ, თუ რამეს დაგეგმავენ ჩვენს წინააღმდეგ და დასაქცევად, ამიტომ მათი მოცილება არის ჩვენი გადარჩენის საფუძველი. ეხლა ჩვენ დაგვიწყებენ იქ შეთრევის მცდელობებს, მანამდე იყო 3+3-ში შეთრევის მცდელობა, რუსეთი, ირანი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მე დაგვიწყებენ აბრაამის პაქტში შეთრევის მცდელობებს, რომელიც დაიდო ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, ჩვენ არც არაბებთან გვაქვს მტრობა და არც ებრაელებთან და არაფერი საქმე აბრაამის პაქტში არ გვაქვს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ გვაკარგინებენ ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას. აბრეშუმის გზა გადადის აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთზე 210 მილიონი გამოვყო ეხლა რუბიომ იმაში, რომ მალე დამთავრდეს ზანგეზურის გზა. ჩვენ ვრჩებით განაპირა გეოპოლიტიკური მოვლენების გარეუბანში და საბოლოო ჯამში შეიძლება მოხდეს გაყოფა გავლენის სფეროების ამიერკავკასიაში, საქართველოს დარჩეს მოსკოვს, ეს მოლაპარაკებით და შეთანხმებით, ხოლო სამხრეთი დერეფანი დარჩეს დასავლეთს და აი ამგვარად უბედურად დამთავრდეს ჩვენი ისტორიული ბედი, რაც არ უნდა დაუშვათ, ეს რო არ დაუშვათ, ძალიან მალე ფინალში უნდა გავიყვანოთ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი, ლეიბორისტული პარტია თქვენი მონამორჩილი ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. დიდი მადლობა. წარმატებები. მშვიდობებით, შალვა ნათელაშვილი იყო დღის ამბების სტუდიის სტუმარი.